თქვენ იცით ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ეს არ არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ამ ქვეყნის საზოგადოების დიდი, მე ვიტყოდი უმრავლესობის პოზიცია. და ეს არ არის საერთოდ პოლიტიკური პოზიცია, ეს არის სამართლებრივი ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ამ ქვეყანას ყავს ათეულობით პოლიტპატიმარი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძალადობის სახელმწიფოს მიტაცების წინააღმდეგ შვიდობიანად იბრძოდა და დღეს პოლიტიკური მოტივებით, პოლიტიკური ანგარიშწორების და პრეცედენტების შექმნის მიზნით, რომ რეჟიმი უსწორდება ყველას, ვინც თავისუფალ პოზიციას აღღერებს, ზის ციხეში. ეს არის ახალგაზრდების მთელი არმია, ხო? 60-მდე ადამიანი, რომელიც პოლიტპატიმარია. და მე შევახსენებ და მოუწოდებ პირადად ყველა ევროპარლამენტარს, რომელიც ამ საკითხზე საუბრობს, რომ აი ამ ნამდვილ პოლიტპატიმრებთან შედარებით, სააკაშვილი, რომელიც პოლიტპატიმარიც კი არ არის კურორტზე და სამოთახიან ბინაში იხდის სასჯელს. ამიტომ ამ საკითხების გათანაბრება არის წარმოუდგენელი. პირველი საკითხი და მთავარი საკითხი, რაც უნდა იყოს ყველა პარტნიორის და მეგობრის ამ ქვეყნის აქცენტი გაკეთებული, ეს არის სწორედ აი იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებზეც მე ხან მქონდა საუბარი.